ადგილობრივი ხმები მსოფლიოს თავისუფლებისთვის. ავტორი დანიელ არუთინოვი. ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა 1827-1907 წლებში. მოკლე ბიოგრაფია. მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ეროვნული მოძრაობის ლიდერი. დაარსა გაზეთი ივერია, მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელმძღვანელი. მოკლეს 1907 წელს. გამონათქვამი. ენა მამული სარწმუნოება. ეს არის სამი მთავარი საუნჯე ერისა. ვაჟა ფშაველა მოღვაწეობდა 1861-1915 წლებში. მოკლე ბიოგრაფია. პოეტი და მწერალი, რომლის ნაწარმოებში განხილულია თავისუფლება, ჰუმანიზმი და ბუნებასთან ერთობა. გამონათქვამი. თავისუფლება ისე არ ამოდის, როგორც ქარი. მის მოსაპოვებლად შრომაა საჭირო. ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდა 1866-1940 წლებში. მოკლე ბიოგრაფია. ისტორიკოსი, თსუ-ს დამფუძნებელი, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის მოღვაწე. გამონათქვამი. ჩვენი თავისუფლების შენარჩუნება დამოკიდებულია განათლებასა და შრომაზე. ოლღა გურამიშვილი ჭავჭავაძე მოღვაწეობდა 1855-1950 წლებში. მოკლე ბიოგრაფია. ილიას მეუღლე, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი. მის სიკვდილის შემდეგ იცავდა მის მემკვიდრეობას და ეროვნულ ღირებულებებს. გამონათქვამი. თავისუფლება. ეს მხოლოდ კაცის არაა საქმე, ის კლასაც უნდა ეკუთვნოდეს. ეკატერინე გაბაშვილი მოღვაწეობდა 1851-1928 წლებში. მოკლე ბიოგრაფია. მწერალი, ფემინისტი და პუბლიცისტი. აქტიურად იბრძოდა ქალთა განათლების და თანასწორობისთვის. გამონათქვამი. ქალსაც უნდა ჰქონდეს უფლება იფიქროს, იშრომოს და აირჩიოს საკუთარი გზა.